პარიზის გრან-პალეში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებულია ალექსანდრე ჯიუმეს წიგნის მოგზაურობა კავკასიაში მოტივებზე. მწერალთა სახლი პარიზის მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით არის წარმოდგენილი. ფესტივალში ყოველწლიურად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა და 1000-ზე მეტი ავტორი მონაწილეობს. საფრანგეთში არაჩვეულებრივ გამოფენაზე, ფესტივალზე წიგნის საქართველოს არის უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი ადგილით წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ყველა მომსვლელი აღნიშნავს, რომ ცენტრალური ადგილი წელს საქართველოს წიგნს და საქართველოს ლიტერატურას უჭირავს. ვულოცავ მწერალთა სახლს და ყველა აქ წარმოდგენილ ავტორს, იმიტომ რომ ასეულობით წიგნი უკვე ფრანგულ ენაზე გამოცემული, დაბეჭდილი და სხვათა შორის არა მხოლოდ ქართველი გამომცემლები, არამედ უცხოელი გამოცემებით წარმოდგენილია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. ზოგადად ქართული ენის, ჩვენი დამწერლობის, ჩვენი ლიტერატურის მუდმივი პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენი ქვეყანა წელს არის პირველად წარმოდგენილი საგანგებო მოწვეული სტუმრის სტატუსით. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ძველი კულტურა, ჩვენი დამწერლობა, საქართველოს პოტენციალი, მიხოთ იმისა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის არის უდიდესი უნიკალური ენის და ამბანის მატარებელი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ მწერალთა სახლის ნამუშევრის, რამდენიმე თვის ნამუშევრის წარდგენა, ეს არის ქვეყნის წარდგენა. და როცა სამშობლოს წარადგენ ამხელა ფორუმზე, აქ არის საოცარი მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. მსოფლიო უნდა იცნობდეს საქართველოს სიღრმისეულად. ჩვენ ვცადეთ, რომ ეს ყველაფერი ამ პავილიონში მოგვექცია და მე მგონი გამოგვივიდა.